მესტიაში საბალანსო მრიცხველები დამონტაჟდება და სხვა თემებზე გიყვებით რამდენიმე წუთში. ბრიტანული მედიის ცნობით ნესტლემ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია იმეჯში რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო. 2024 წლის აღწერით საქართველოში 3.929.581 მოსახლეა. მათი 84% ეროვნებით ქართველი, 6.8% აზერბაიჯანელი, 4.3% სომეხი, 1.1% რუსი, 0.6% კი ინდოელია. თბილისში პარკინგის ჯარიმები წლიურად 119%-ით გაიზარდა, 5 თვეში ბიუჯეტში 8.7 მილიონი ლარი შევიდა. სადაზღვევო კომპანია ალდაკში ძლიერი სიცხვის შედეგად მიყენებულ ზიანს ითვლიან 22 ივნის დედაქალაქში მომხდარი ძლიერი სიცხვის შედეგად კომპანიაში 1200-ზე მეტი განაცხადი დაფიქსირდა. საღამო მშვიდობის ეს BMG რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბატაძე წარმოგიდგენთ. მესტიაში მოხმარებული ელექტროენერგიის გაკონტროლებისთვის ენერგოპრო ჯორჯია საბალანსო მრიცხველებს დაამონტაჟებს. ამის შესახებ BMG-სთან სემიკის თავმჯდომარემ განაცხადა. დავით ნარმანიას განცხადებით საბალანსო მრიცხველებით გაკონტროლდება რამდენს მოიხმარს ესა თუ ის სოფელი და ხომ არ აქვს ადგილი არალოგიკურ მოხმარებას. სემიკის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ ეტაპზე მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფის დაწესება არ იგეგმება. შეგახსენებთ, რომ მესტიაში საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში 330 ეგრეთ წოდებული კრიპტომაინერი მოიღეს. ენერგოპრო ჯორჯია ამზადებს მესტიის გამრიცხვალიანების გეგმას, რომლის პირველი ეტაპიც გულისხმობს საბალანსო მრიცხველების დაყენებას ქვესადგურებთან, სატრანსფორმატორო პუნქტებთან მიმართულებების მიხედვით. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულის პერიოდში უნდა იქნა შესრულებული. საბალანსო მრიცხველი გულისხმობს გამომავალ ხაზზე მრიცხველის დაყენებას, ამა თუ იმ სოფლისთვის, ამა თუ იმ მიმართულებით, რამდენს მოიხმარს სოფელი, რამდენს მოიხმარს მიმართულება, კონკრეტულად ტრანსფორმატორი და ასე შემდეგ. და მე ამ ყველაფრის გაყოფა მოხდება საშუალო მოსახლეობის რაოდენობაზე, თუ კომერციული ობიექტებია, საშუალო კომერციული ობიექტი რამდენს მოიხმარს და ასე შემდეგ და ამით გამოვლინდება ესე იგი ეგრეთ წოდებული არალოგიკური მოხმარება, ანუ იქ სადაც საზღვაო ადგილი ჰქონდეს კრიპტომაინინგს. ნესტლემ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია იმეჯში რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო. ბრიტანული გამოცემა CTAM ექსკლუზიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ნესტლემ კომერციულ ურთიერთობებს ინარჩუნებდა ქართულ მედია კომპანიასთან, ტელეკომპანია იმედთან, მას შემდეგაც, რაც გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ამ უკანასკნელს სანქციები დააკისრა და კრემლის პარტიზანულ რუპორად მოიხსენია. სამწარმოო რეესტრის მიხედვით ნესტლე საქართველოს წილის 100% შვეიცარიაში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება Societe de პროდუი ნესტლე ფლობს. დირექტორი კი რუსეთის მოქალაქე დმიტრი ალექსიენკოა. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ ტელევიზიას ტელეიმედსა და პოსტივის. იმედიც წინა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ 2026 წლის თებერვალში სიმბოლურ ფასად 1000 ლარად გაყიდა. ახალი მფლობელი ილია მიქელაიშვილია იმედის 5 თანამშრომელთან ერთად. სადაზღვევო კომპანია ალდაკში ძლიერი სიცხვის შედეგად მიყენებულ ზიანს ითვლიან 22 ივნის დედაქალაქში მომხდარი ძლიერი სიცხვის შედეგად კომპანიაში 1200-ზე მეტი განაცხადი დაფიქსირდა. სიტყვამ ძირითადად ავტომობილები დააზიანა. ზიანი მოიცავს როგორც საცალო, ისე კორპორაციულ ავტომობილებს. ავტომობილების ნაწილი უკვე შეფასებულია და თითოეულ მომხმარებელთან ეტაპობრივად ავტომობილების აღდგენის ინდივიდუალური გეგმა თანხმდება, აცხადებენ კომპანიაში. ასეულობით შეტყობინების მიღებაზე აცხადებს კომპანია არტიც, კომპანიის გენერალური დირექტორი მიხელ ჯაფარიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე სიტყვისგან მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს და ზარალის ზუსტი ოდენობა რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი, თუმცა ამ ეტაპზე რა ინფორმაციათ აქვს, უმეტესად მანქანებია დაზიანებული. ჰორეკა სექტორი და სასმელების მწარმოებლები ახალი რეგულაციის მოლოდინში არიან. 1 ივლისიდან საქართველოში სასტუმროებსა და კვების ობიექტებში მომხმარებლებისთვის პლასმასის ბოთლით სასმელის მიწოდება აიკრძალება. როგორც BMG-სთან FM საქართველოს კორპორაციულ საქმეთა დირექტორი განმარტავს, წარმოებლებმა უკვე ერთი თვეა პრაქტიკულად შეწყვიტეს პლასმასის ბოთლის მიწოდება ამ სექტორისთვის და ალტერნატიულ საშუალებებზე შუშასა და ალუმინის ქილაზე გადავიდნენ. ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცვლილება გარდაუვალს გახდის ფასების ზრდას, რადგანაც ალტერნატიული შეფუთვა ბევრად ძვირია. გარდა ფინანსური ტვირთისა იზრდება ლოგისტიკური სირთულეებიც, რაც განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის რესტორნებს დააწვევათ.
რა თქმა უნდა გაძვირდება, სხვადასხვა სასმელზე განსხვავებული პროცენტულობა, თუმცა ერთმნიშვნელოვანია, კი, რა თქმა უნდა, პლასტიკის ბოთლში ჩამოსხმული სასმელი უფრო იაფია შედარებით. შეიძლება იყოს საუბარი 20-50% გააჩნია, ასე ვთქვათ, სასმელს, შეგიძლიათ ეს იქნება წყალი, თუ ვთქვათ, გამაგრილებელი გაზიანი სასმელი, თუ ვთქვათ, მინერალი, ხო? სხვადასხვა მარჟები. თუმცა ერთმნიშვნელოვანია, ზუსტ ციფრებს შეიძლება ზუსტი ციფრები ვერ გითხრათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გაძვირება მოხდება. არაფერი პრაქტიკული არ არის ამაში, კი, გაძვირებული იქნება, თუმცა ვინც ამ სერვისით სარგებლობს, თუმცა მეც გადაიქცევს. აქ ეს პრობლემა კი არ არის თვითონ რესტორნებს აქვს უკვე პრობლემა ამ თქვათ შუშის ბოთლის მართვის თქვათ მართვის საკითხში, ხო? ახლა წარმოვიდგინეთ პლასმასის მართვა უფრო ადვილი იყო, ცარიელი პლასმასის ბოთლები, რომელიც შეგიძლიათ თქვათ დაგეკუჭა და ისე შეგენახა და შემდეგ წაეღოთ, უფრო მსუბუქი იყო გასატანად, რაც შეეხება შუშის ბოთლს, ამას განსაკუთრებული მართვა ეჭირება. აქვს საუბრო პატარა რესტორნებზე, რეგიონის რესტორნებზე, თბილისის რესტორნები ისედაც კარგად ამენეჯმენტებდნენ შუშის ბოთლის უკან დაბრუნებას. თვალე გადავლოთ დღის სხვა თემებსაც. გიდები შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შესული ცვლილებების აღსრულებას ითხოვენ. მათი ნაწილი ამბობს, რომ უცხოელი გიდები საქმიანობას კვლავ ძველებურად განაგრძობენ. როგორც გიდები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიღება დროული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, პრაქტიკაში მისი გაკონტროლება კვლავ დიდ სირთულეს წარმოადგენს. შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების სრულად 1 მაისიდან ამოქმედდა. დადგენილების მიხედვით მთავრობამ მუდმივი ბინადრობის არ მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერება, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აუკრძალა. როგორც სრულდება კანონი და რას ითხოვენ გიდები, ეკა გაზდელიანი გვეტყვის მეტ დეტალს ეკა გისმენთ. მოგესალმები ნინო, გიდების ნაწილი აცხადებს, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც უცხოელები საქართველოში საქმიანობას კანონდარღვევით განაგრძობენ, გიდები არაერთ შემთხვევას იხსენებენ, როდესაც თავადაც შეესწრნენ მსგავს ფაქტებს, როდესაც უცხოელი გიდი ტურს უძღვებოდა, საუბარია როგორც რუსულენოვან, ასევე სხვა ენოვან გიდებზეც და როგორც დარგის წარმომადგენლები განმარტავენ, უცხოელი გიდების საქმიანობა სათანადოდ არ კონტროლდება და არც დარღვევის გამოვლენის ან ვინმეს დაჯარიმების ფაქტის შესახებ სმენიათ. ამიტომ გიდები ფიქრობენ, რომ საჭიროა შესაბამისმა უწყებებმა ამ შემთხვევაში შრომის ინსპექციამ უკვე მიიღოს გარკვეული ზომები და კანონის აღსრულება დაიწყოს. მიუხედავად იმისა, რომ კანონში ცვლილებები 1 მაისიდან უკვე ოფიციალურად ამოქმედდა და აღსრულების პროცესიც ამ დროიდან უნდა დაწყებულიყო, როგორც თარგში აცხადებენ, ბაზარზე ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა, უცხოელები კვლავ განაგრძობენ საქმიანობას. ჩვენ სამწუხაროდ არაფერი არ შეცვლილა. ყველაფერი დარჩა ისევ ისე, ნებისმიერ უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდი ისევ ისე თავისუფლად ყოველგვარი წინააღმდეგობის, ყოველგვარი წინააღმობის გარშე ისევ ისე მუშაობს, ისევ ისე ახორციელებს თავის უკანონო საქმიანობას და შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად არაფერი შეცვლილი არ არის აბსოლუტურად. ის კი არა და რამდენადაც ვიცი, ჯერ სახელმწიფოს მხრიდან განსაზღვრულიც არ არის და ჩამოყალიბებულიც არ არის ის კრიტერიუმები და უბრალოდ ის ორგანოები, რომლებმაც უნდა მოახდინონ მონიტორინგი. ფაქტი არის უამრავი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერს ვინც დაინტერესებულია შეუძლია გავიდეს და თავად დარწმუნდება, რომ არაფერი არ შეცვლილა და ისინი ისევ თავის გაგრძელებენ მუშაობას. არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც ფიქსირდება, რომ უცხოელი გიდები აგრძელებენ საქმიანობას, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ასოციაცია, ჩვენ არავითარი უფლება არ გაგვაჩნია, რომ ამ საკითხში, ასე ვთქვათ, კონკრეტულად პრაქტიკულად ჩავედიოთ. ამიტომ საჭიროა შესაბამისმა ორგანიზაციამ, ან შესაბამისმა დაწესებულებამ უკვე მიიღოს გარკვეული ზომები, რომელიც შეეხება თქვათ ჯარიმობს უცხოელი გიდები მაინც აგრძელებენ საქმიანობას. ასეთი ადამიანებს მე ვხედავ, ვინც თქვათ მივაგდიდან და ეტყვის, რომ თქვენ ხართ უცხოელი გიდი, არ გაქვთ ჩატარების უფლება, თქვენ მე გაჯარიმებთ. გიდების კიდევ ერთი უკმაყოფილება რეგისტრაციის პროცესს უკავშირდება. დარგის წარმომადგენლების განმარტებით, გასული წლის 1 ივნისამდე გიდების სავალდებულო რეგისტრაცია იუსტიციის სახლში მიმდინარეობდა, რაც ფასიანი იყო და 40 ლარს შეადგენდა დარეგისტრირდა უამრავი გიდი, თუმცა შემდეგ ითქვა, რომ იუსტიციის ნაცვლად რეგისტრაცია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განხორციელდება და თუმცა ის გიდები, რომლებიც დარეგისტრირდნენ და ხარჯი გაციეს, მათ გადახდილი თანხები არ დაბრუნებიათ. ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფკავშირში მიაჩნიათ, რომ ფასიანი რეგისტრაციისას გადახდილი საფასური უნდა
დაუბრუნდეს დარგის წარმომადგენლებს, რაც შეეხება უშუალოდ გიდების რეგისტრაციის პროცესის. ამჟამად, როგორც ვთქვით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში მიმდინარეობს რეგისტრაცია, უნდა გამოავლინოს, რამდენი გიდი არსებობს ქვეყანაში ჯამში და რაენოვანი არსებობს თუ არა რომელიმე სპეციფიკურ ენაზე გიდების დეფიციტი, მაგალითად აჭარაში, როგორც ირკვევა, გარკვეულ ენებზე დეფიციტი არსებობს და შესაძლოა, რომ ზოგიერთ ენაზე უცხოელთათვის კოტები გაიზარდოს. ყოველ შემთხვევაში აჭარის ტურიზმის გიდების ასოციაციაში აცხადებენ, რომ ასეთი საჭიროება დღის წესრიგში უკვე დგას. არის ენები, რომელ ენებზე ჩვენ აქტიურად და პროფესიონალი გიდები არ გვყავს. ამიტომ საჭირო იქნება, რომ ამ ენებთან მიმართებაში გარკვეული ფოთირება იქნა შემოღებული საწყის ეტაპს. თუნდაც ერთი წლის განმავლობაში, აი ჩინურენოვანი გიდები ყავს ჩვენ თბილისში მეტნაკლებად არის ჩინურენოვანი გიდები, მაგრამ აი ბათუმში და სხვა ტურისტულ რეგიონებში ყავს ჩინურენოვანი გიდები. საკმარისი რაოდენობით, რომ ერთდროულად რო შემოვა 10 ჯგუფი, 10 გიდის მივიყვან ჩინურენოვანს, რომ მოემსახუროს. ამიტომ ამ საკითხებს ცოტა დარეგულირება ჭირდება, მონიტორინგი ჭირდება და საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღება ჭირდება. 1 ივნისამდე რამოდენიმე დღით ადრე გამოცხადა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ეს რეგისტრაცია აღარ არის სავალდებულო, ანუ ის ფასიანი, სადაც ათასობით ადამიანმა გადაიხადა 40 ლარი საფასური და 1 ივნისიდან გახდა უფასო მათთვის, ვინც დარეგისტრირდება უკვე ეროვნული ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ასე ვთქვათ, სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე თუ რაღაც იმაში. გამოვიდა, რომ ის ხალხი, ვინც გადაიხადა 40 ლარი, ის ხალხი დარჩა მოტყუებული, იმიტომ რომ 1 ივნისიდან იგივე პროცედურები ტარდება ყოველგვარი ფასის გარეშე, ფასის გადახდის გარეშე. ამიტომ ჩვენი ორგანიზაციის მიდგომა არის ესეთი, რომ ეს თანხა, რომელიც არ აღმოჩნდა, რომ თურმე არასაჭიროებისამებრ იქნა გადახდილი ჩვენი სფეროში დასაქმებული ხალხის მიერ, ეს თანხა უნდა დაბრუნდეს აუცილებლად, უნდა დაუბრუნდეს მოსახლეობას. არ შეიძლება ვიღაცას თანხა გადაახდევნო და იგივეში ვიღაცას თანხა არ გადაახდევნო. შრომით იმიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების აღსრულება 1 მაისიდან ოფიციალურად დაიწყო. შრომის ინსპექციის სამსახური აუქლებელმოსილი შეამოწმოს რამდენად იცავენ დამსაქმებელები და უცხოელი დასაქმებულები კანონით გათვალისწინებულ რეგულაციებს. შრომის ინსპექციაში აცხადებენ, რომ ინსპექტირება დაწყებულია, შესაბამისი ჯგუფები დაკომპლექტებულია და ეს ჯგუფები მუშაობენ როგორც კურიერების, ასევე გიდების გადამოწმების ნაწილში. ამასთან ჯგუფების დაკომპლექტება, როგორც თქვით, დღეს გრძელდება და შესაბამისი ვაკანსიები გამოცხადებული აქვს ინსპექციას. შესაბამის სტატისტიკას შრომის ინსპექცია გვპირდება, რომ მოგვიანებით მოგვაწვდის, უფრო ვრცლად ამ საკითხზე 19 საათიან გამოშვებაში გიამბობთ. მადლობა ეკა, რა გამოწვევებია უცხოელი გიდებისთვის საქმიანობის აკრძალვის კანონის აღსრულება შეკა გაზდელიანმა გაგვაცნო. საქართველოში უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული 65,000-მდე უცხოელი სტუდენტი ქვეყანაში შემოსვლას და სწავლის დაწყებას ელის. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ დარახველიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში შესატანით ცვლილებები პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით განიხილეს და მხარიც დაუჭირეს. დარახველიძემ დეპუტატებს უნივერსიტეტების სტატისტიკური მონაცემები გააცნო და აღნიშნა, რომ პროცესი ამჟამად უნივერსიტეტებსა და სტუდენტების გასაუბრებაზეა დამოკიდებული. ახალი რეგულაციებით საქართველოში სტუდენტების შემოსვლისა და ბინადრობის წესები გამკაცრებულია. უცხოელმა სტუდენტებმა საქართველოში სასწავლებლად და ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად რამდენიმე საფეხური უნდა გაიარონ. სხვადასხვა პროგრამაზე დღეის მდგომარეობა ჩარიცხვა ჯერ ვარ ჩამოსულა, მაგრამ შეიძლება სურვილი ქონდეს 64,765 სტუდენტი არის. ანუ აქედან 35,000 აქვს ბინადრობა, მაგრამ დანარჩენებს აქვს სურვილი, რომ ჩამოვიდეს და ისწავლოს. გამოთქვამს სურვილს, რომ ჩაერიცხოს უნივერსიტეტში, მერე გადის გასაუბრებას უნივერსიტეტთან, დღესესია ონლაინ გასაუბრებას გადის. მას შემდეგ ხდება მისი ჩარიცხვა უკვე უნივერსიტეტში როგორც სტუდენტი, მერე მიმართავს ჩვენ საელჩოს და ითხოვს ვიზას, სასწავლო ვიზას და ვიზას რო აიღებს, ამის შემდეგ შემოდის ქვეყანაში და მერე წერს განცხადებას და ითხოვს ბინადრობას. ანუ ბიუროკრატიის ნაწილი უფრო მოწესრიგების მიზნით არის. მესმის, რომ ეს ართულებს პროცესს და დამატებით ბარიერს შემოგვაქვს, მაგრამ აქ რისკი ის არის, რომ თუ ეს მექანიზმი ისე დარჩება, როგორც არის, შესაბამისად რისკი იმისა, რომ ბოროტად ისარგებლონ ამ მექანიზმის ძალიან მაღალია. ახალი პლატფორმა ბიზნესი განათლებისთვის. განახლებადი ენერგიის მიმართულებით მომუშავე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანო, საგანმანათლებლო სფერო და დარგის ექსპერტები ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანდნენ. პლატფორმა განათლებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების დასახლებლად შეიქმნა. რა გამოწვევებია ამ მიმართულებით ენერგეტიკის სექტორში და რა მიზანს მოიმსახურება პლატფორმა? დეტალებს ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ, გიტოვებთ სიუჟეტს და გემშვიდობებით.
განათლებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების დაახლოების მიზნით განახლებადი ენერგიების სექტორში პლატფორმა ბიზნესი განათლებისთვის შეიქმნა, რომელმაც ენერგეტიკის სექტორისთვის საჭირო ადამიანური კაპიტალის პრობლემა უნდა გადაწყვიტოს. პლატფორმა, რომლის პრეზენტაციაც უსაფრთხოების აკადემიაში შედგა, აერთიანებს როგორც ენერგეტიკის ბიზნესს, ისე განათლების სფეროს და მარეგულირებელ ორგანოს. ბიზნესისა და განათლების სექტორის ეს კოლაბორაცია მიზნად ისახავს სამუშაო ფორმატის შექმნას, რომელიც ენერგეტიკის სექტორს კვალიფიციური მუშახელით უზრუნველყოფს. ბიზნესმა ვერ პოვა განვითარება საკადრო თვალსაზრისით. მათ თვითონ უწევდათ, რომ დაექირავებინათ ისეთი კადრები, რომლის გაზრდაშიც ანხორციელებდნენ თავად ინვესტიციას, რაც მოითხოვდა დამატებით დროს, ფინანსებს, ენერგიას და ასე შემდეგ. ამიტომ ბიზნესის მხრიდან სავსებით მისასალმებელია ინიციატივა, რომელიც მოდის პრინციპში საგანმანათლებლო სტრუქტურებიდან, აქ არის საუბარი კოლეჯებზე, მათ შორის უმაღლეს სასწავლებლებზეც, იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდეს ადეკვატური სახის ფორმატი, სადაც ბიზნესი კონკრეტულად გაუსვავს ხაზს თუ რისი საჭიროება გააჩნია, რომელი მიმართულებით ჭირდებათ მათ განსაკუთრებით ენერგეტიკაში სხვადასხვა ტიპის კადრები, რაზეც პასუხი უნდა გასცეს შემდეგ უკვე განათლების სექტორმა. მთავარი მიზანი ამ პლატფორმის არის ის, რომ გაჩნდეს ინიციატივები და ახალი იდეები იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც არსებობს შრომის ბაზარზე და აქედან გამომდინარე შეიქმნას მოკლევადიანი პროგრამები და არა მარტო. რეალური ამოცანა არის ის, რომ დავეხმაროთ ბიზნესს, განათლების სექტორს და ერთობლივი ძალებით შევიმუშაოთ რაღაცა სასარგებლო, საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი კარგი საქმისთვის. ვფიქრობ, რომ პლატფორმა იქნება ძალიან წარმატებული, ძალიან საინტერესო და შეძლებს უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს დგას ბაზარზე. მსგავსი ფორმატის პლატფორმის შექმნის იდეა ბიზნესიდან მოდის. როგორც გრედას აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, აქამდე ბიზნეს სექტორს თავად უწევდა ისეთი კადრების დაქირავება, რომელთა მომზადებასა და განვითარებაში დამატებითი ინვესტიციის, დროის და ენერგიის ჩადება იყო საჭირო. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ბიზნესსა და საგანმანათლებლო სტრუქტურებს, კოლეჯებს და უმაღლეს სასწავლებლებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყება. მოხარული ვართ, რომ შეიქმნა აღნიშნული პლატფორმა უსაფრთხოების აკადემიის ბაზაზე, რომელიც საომავლოდ მოამზადებს იმ საჭირო კადრებს, რომლის დეფიციტიც აშკარად არის ყოველდღიურ ბიზნესის საქმიანობაში. აღნიშნული კადრები აუცილებელი არის როგორც საპროექტო ეტაპზე, ასევე უკვე ექსპლუატაციის ეტაპზე და ყველაზე უფრო ამ მიმართულებაზე გვაქვს მოლოდინი, რომ ექსპლუატაციის ნაწილში ჩვენ მივიღებთ იმ საჭირო კადრებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში გაუწევენ მონიტორინგს სხვადასხვა ტიპის და ზომის სადგურების გამართულად და ნორმალურად ფუნქციონირებას. ჰიდროენერგეტიკა იქნება ეს თუ მზეის განვითარება თუ ქარის მიმართულებით, ყველა ჭრილში არის საჭიროება ახალი კადრების. განსაკუთრებით საჭიროება საბოლოო ჯამში გამოიკვეთა ქართან მიმართებაში, ვინაიდან ეს არის ახალი მიმართულება, ჰიდროში გვაქვს გამოცდილება, მაგრამ კადრები გარკვეულწილად განიცდიან დაბერებას და ამიტომ ამას ვეჯახებით, რაც შეეხება მზეს. ამ მიმართულებით გრედა მუშაობს უკვე ბოლო 3 წელია, თუმცა მოთხოვნა მზარდია და ბუნებრივია საკადრო პოლიტიკაც ამ მიმართულებით დასახვეწია. პლატფორმის ფარგლებში თანამშრომლობის ახალი ფორმატები ჩამოყალიბდება, სადაც გენერირებულმა ერთობლივმა ინიციატივებმა ხელი უნდა შეუწყოს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და სექტორის რეალურ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღებას. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, რომელიც რამდენიმე წლის წინ სენეკმა დააფუძნა, სწორედ მიზნად ისახავს იმას, რომ მოამზადოს ენერგეტიკის რეგულირებაში კვალიფიციური პერსონალი, ასწავლოს მათ ის სიახლეები, რომელიც არის სექტორში და ამით საბოლოო ჯამში მოიგებს სექტორი, იმიტომ რომ უფრო განათლებული, უფრო კვალიფიციური და მომზადებული პერსონალი იყოლება, რომელიც მართავს მერე უკვე ენერგეტიკულ ობიექტებს, როგორც მშენებლობის პროცესში, ასევე მისი ექსპლუატაციის დროს და ამით ზოგადად სექტორი მოიგებს. პლატფორმა ბიზნესი განათლებისთვის შექმნის სივრცეს დიალოგისთვის, პარტნიორობისთვის და იმ საერთო იდეების შემუშავებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც განათლების სისტემის, ისე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას.